აუკეთესო უსურვოთ და უნდა გადავიდეთ უკვე დღევანდელი შუადღის პირველ თემაზე, ხო? და პირველი ძალიან საინტერესო თემაა. სხვათა შორის ჩვენი, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ბატონი პაატა ირნაძე. მოგესალმებით ბატონო პაატა. ძალიან დიდი მადლობა ამ პირველ გადაცემაში მონაწილეობისთვის. საკმაოდ აქტუალური და საინტერესო თემით მოგიწვევით. ვირუსებთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, ეს პერიოდი ყველაზე უფრო აქტიურია ამ მხრივ. ნამდვილად ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი ჯერჯერობით რაც გვაქვს, ესე იგი ინფორმაცია მუშავდება მუდმივად, მაგრამ აი მე-7 კვირა, ანუ თებერვლის ბოლოს წინა კვირა და ბოლო კვირა, ცოტა კი დაიკლო უკვე ბოლო კვირას, მაგრამ აი პიკზე გავედი თავადობის, ასე ვთქვათ, ბოლოს წინა კვირაში. ცოტა ხანი ალბათ ეს შენარჩუნდება, მაგრამ ამინდელი კარგია, ზიანია, ბილა, ასე რომ ალბათ ეს ორი კვირაც და ნუ ფაქტიურად ეს გრიპის მაგვარი დაავადებები, შემცირდება იმ დონეზე, როგორც ზაფხულშია ხოლმე ჩვეულებრივ და ნაკლებად რო გვაწუხებს ხოლმე. ეხლანდელი მონაცემებით, რა თქმა უნდა, შანდელზე ოდნავ მეტი იყო, თქვათ, მიმართვიანობა, რაც შეიძლება იმით წაიხსნას, რომ მოგეხსენებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ გაადვილა, ასე ვთქვათ, ადამიანების მიმართვა სამედიცინო დახმარებისათვის, თუმცა შაშანდელზე გაცილებით ნაკლები იყო ჰოსპიტალიზაცია, ანუ მძიმე შემთხვევების რაოდენობა. ჩვეულებრივ კიდევ ერთხელ ამბობ, ზამთარია, იქ ხალხს ძალიან აწუხებს ხოლმე ის, რომელი გრიპი დაემართა და ძირითადად თუ რამეს ეტყვის ეს ჩვენ მაყურებლებს, ეს არის ეგრეთ წოდებული H3 ტიპის ვირუსი, რომელიც ყველაზე, ასე ვთქვათ, თითქმის 95% ყველა გამოყოფილი ვირუსის არის ეს H3 ვირუსი. სულ რაღაც სამი ცალი იყო H1N1, აი ღორის გრიპს უძახნია ხოლმე. ხოჭოს ამაზე მეტი იყო B ტიპის ვირუსი გრიპის, რომელიც სულ რაღაც 4 შემთხვევაში იყო გამოყოფილი ამ დადასტურებული შემთხვევებიდან. და ასევე თქვათ სხვა ვირუსები ცირკულირებს, იქ არის რინოვირუსი, მაგრამ ისინი გაცილებით უფრო ცოტა, ანუ ძირითადად ეს H3 ვირუსი არის ისე როგორც საქართველოში და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში უფრო ის H1N1 ცირკულირებს აქეთ. ბატონო პაატა, ახლა გამიგია ბევრისგან, რომ ბავშვებში არის საკმაოდ ესეთი უცნაური ვირუსი, რომელიც გამოიხატება მხოლოდ ტემპერატურით. ანუ ბავშვს არ აღენიშნება არც ფაღარათი, არც სხვა გვერდითი მოვლენები, არის მხოლოდ მაღალი ტემპერატურა. მოგახსენებთ, როგორც გითხარით, ესე გარდა იმისა, რომ H3 დადის, თქვა, ძირითადად სხვა ვირუსების დადის, ეს არის იგივე რინოვირუსები, რომელიც აი ვინმეს თუ ქონდა, მიხვდება, რომ აი სურდო ქონდა, ძალიან წამყვანი იყო სურდო, ასე ვთქვათ და ესეთი აი იმას რინოვირუსი უფრო ქონდა. მე არის კიდე რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელმაც შეიძლება სწორედ აი ესეთი მაღალი ტემპერატურა და სხვა თითქმის არაფერი ესეთი სიმპტომები არ იყოს, თუმცა ეს შეიძლება გრიპის დროსაც იყოს ხოლმე. 200-მდე სხვადასხვა ვირუსია, ჩვენ რასაც გაციებას და გრიპის მაგვარ დაავადებას უწოდებთ და რომლებიც კლინიკურად მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ერთნაირია, უბრალოდ გრიპი გამოირჩევა იმით, რომ ყველაზე უფრო მძიმედ მიმდინარეობს ხოლმე თუ დამძიმდა. ბატონო პაატა, რა უნდა გააკეთოს შობლო, როდესაც ბავშვის ტემპერატურა იწევს მაღლა, აი აქ უკვე საშიშროება, როდესაც ბავშვს კალციუმი აქვს დაბალი, ორგანიზმში უკვე კუნჭხვითი მზაობის საშიშროების წინაშე ედგება პაციენტი და მოგახსენებთ, პირველი და ძირითადი ეს არის ის, რომ კარგად დავიმახსოვროთ, ბავშვს თუ აქვს ტემპერატურა და თქვათ თუ 38-ზე მეტი არ არის. ნუ დაუგდებთ ამ ტემპერატურას, იმიტომ რომ ეს არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია და ის ვირუსი ამ ტემპერატურაზე ცუდად გრძნობს თავს ორგანიზმში, ამიტომ ვაცალოთ ასე ვთქვათ ორგანიზმს, მაგრამ თუ ტემპერატურა 38-ზე მეტი არის ერთი დღე-ღამე, მაინც აუცილებლად უკვე უნდა მივმართოთ ექიმს და დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს თუ ბავშვს ტუჩები გაულური და ანუ ციანოზე, ანუ სუნთქვის უკმარისობა თუ აქვს მით უმეტეს თუ ნახველი აქვს, თქვათ, და მით უმეტეს ამ ნახველში ოდნავ მაინც თუ გამოერევა, თქვათ, რაღაცა ჩირქოვანი ან სისხლის მაგვარი. ვერ ამოაქვს ეს ნახველი და თან ვერ ამოაქვს, რა თქმა უნდა, და უჭირს ამის ამოტანა. ხოჭოს ეს დიდსაც ეხება, რომ დაუყოვნებლივ როდის უნდა მიმართოს ხოლმე ექიმს. ხა ის ეგ მითითება, არა მხოლოდ 3 დღე თუ აქვს დიდ ტემპერატურა და აი რა თქმა უნდა, სუნთქვის გაძნელება, თავი არის ფილტვებზე, ესე ვთქვათ. პრემონი არ და ანუ ფილტვების ანთება არ დაემართოს, იმიტომ ის არის ყველაზე მძიმე გართულება ხოლმე და კიდე ერთი აუცილებელი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით.
რა უჩვენებს? არც ერთი ანტიბიოტიკი არც ერთ ვირუსზე არ მოქმედებს. ანუ გრიპია თუ სხვა გაციებითი ვირუსი ანტიბიოტიკი იმაზე არ მოქმედებს. მაგრამ ანტიბიოტიკი საჭიროა რამე ბაქტერიული გართულება რო არ მოყოს ხოლმე, თქვათ ვირუსულ ინფექციაზე ეს ინდივიდუალურად უნდა გადაწყვეტოს ექიმმა. შეიძლება მომენტში ტემპერატურა დააგდოს, მაგრამ ისეთი ბაცილად დატოვოს არ გაიგონებს. არა, ანტიბიოტიკი ესე თქვათ ტემპერატურას არ ადებს. აი ტემპერატურის დამგდები არის თქვათ პარაცეტამოლი და მსგავსი პრეპარატები. ანტიბიოტიკი არის იმისაც რომ ებრძოლოს ბაქტერიას. ამ დროს ეს არის ვირუსი. ხო, ვირუსი ვერაფერს ვერ უშვება და პირიქით შეიძლება ორგანიზმს ხელით შეუშალოს ბრძოლაში. შეიძლება აპროვოცირებელიც გახდეს ხო რაღაც? ხო, ამიტომ ხო არის ანტივირუსული საშუალებები სხვა შორის, რომელიც აი გრიპის ვირუსის დროს გამოიყენება, ეს არის თქვა დამიფლუ ან რელენზა, როცა ძიმე მიმდინარეობა თუ არის გრიპის, ძალიან ეფექტურია ეს პრეპარატები, ანტივირუსული პრეპარატებია ესენი. ანუ ანტიბიოტიკი მე ექიმმა უნდა გადაწყვეტოს თუ არის რამე გართულება უკვე ბაქტერიული თქვა და იმუნიტეტსაც აქვეითებს როგორც ვიცით კი ანტიბიოტიკები თქვა ჩვენ იმუნიტეტს ცოტათი აქვეითებს კიდევაც ასე რომ თუ საჭირო არ არის არ უნდა მივიღოთ ჩვენთან ძირითადად ესახება ხოლმე რომ მეგობრის ახლობლის რჩევები ხდება ხო ნუ სამწუხაროდ ესეა მე ზუსტად შენს მდგომარეობაში ვიყავი ეს დავლია და მორჩი და ამიტომ შენს გირჩევ რომ წახვიდე აფთიაქში და შეიძლება იმიტომ რომ ძალიან მარტივია ექიმთან მისვლასაც არ საჭიროებს გრიპს აღესებოდა იმას მაგრამ ანტიბიოტიკების ყველა ცუდი რა არის თვითონ ეს არასწორი გამოყენებით ჩვენ გამოყვავს გამძლე ბაქტერიები თუ არასწორად ვიყენებთ ანტიბიოტიკს გამოყვავს ჩვენ ხელოვნურად გამძლე ბაქტერიები და მე ის ბაქტერია რო შეგვეყრება ეს ანტიბიოტიკი ვეღარ იმოქმედებს. ამიტომ ამაშიც არის პრობლემა. და ბატონ პატა, ძირითადად ესე იგი მაინც პროცენტულად რომ მივყვეთ, რომელი ვირუსი არის ჩვენს ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული? ყველაზე გავრცელებული ამჟამად არის ასე ვთქვათ გრიპის მაგვარი ვირუსებიდან თვითონ გრიპის A ტიპის H3N2 ასე ქვია ვთქვათ. ეს H1N1. ის H1N1 ჩამოვტოვეთ უკან ესე. კი, სულ თელ სეზონზე 3 თუ 4 წელი გვაქვს გამოყოფილი ეგ ვირუსი. თუმცა დასავლეთ ევროპაში მაგალითად H1N1-ია წამყვანი, აღმოსავლეთ ევროპაში და ჩვენთანაც ეს იამაღნიშნა სანამ გადაცემა დაიწყებოდა რომ ძალიან ხშირად გაზაფხულთან დაკავშირებით, როდესაც მზემ გამოანათა ძალიან კარგი ამინდია, უცბად ვიხდით ხოლმე ქურთუკებს, გამოდივართ მხოლოდ პერანგით გარეთ და ამ შემთხვევაში ხდება. მოდი ესე ვთქვათ, ვირუსი თუ არ არის, რაცა უნდა ასე ვთქვათ, გაკაჟებაა პრინციპი, პირიქით ხელი შეუწყოს ბრძოლა, ორგანიზმი გაკაჟებული იქნება, მაგრამ თუ ვირუსი არ არის, არ იქნება დაავადება და უბრალოდ ასეთ ტემპერატურა როცა არის და მზის პირდაპირ სხივები, ისინი ვირუსებს კლავენ და როგორ გადადის გრიპი, ხა ჩვენ რომ ამოთხოვ ხელი დაიბანეო, ხა ისე გრიპი არის წვეთოვანი ინფექცია, ანუ ხა მე თუ გრიპი მაქვს, აი თქვენც კი ვერ გაგხდით ავად, იმიტომ რომ აი ხელის გაწვრთნილი ხელის მანძილზე გამოფრინდებიან ეს ჩემი ვირუსები, მაგრამ ისინი თქვა აი მაგიდაზე რომ დაეცემიან, თქვენ რომ ხელი მოკიდოთ და მე ესე გააკეთოთ, აი გადაიტანეთ უკვე ეს ვირუსი და ამიტომ ამბობთ ხელები ხშირად დავიბანოთ, რომ აი ეს ინფექციის გავრცელება, თქვა ამ გზით შევზღუდოთ და ნუ ხე პირდაპირ ესე რომ კაცმა კაც პირში ჩაახველოს ან ჩააცემინოს, ნუ ხდება რა თქმა უნდა, ოღონდ ძალიან იშვიათად. და როგორ უნდა დაიცვას თავი, თქვათ აი ფეხმძიმე ადამიანმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში? აი დაახლოებით რა პერიოდის განმავლობაში იქნება კიდევ აი ეს კრიზისი? ნუ აი კი მოდი ესე ვთქვათ, კიდე ერთი დაახლოებით 2 კვირა და მე უკვე თქვათ ფაქტიურად გრიპის სეზონი, ასე ვთქვათ, წავა, მაგრამ განსაკუთრებით რადგან ფეხმძიმე ქალები არის ორსულები, ძალიან მაღალი რისკის ჯგუფია, ამიტომ ნუ ეხლა რაღაც დროსია, მაგრამ თავის დროზე რო აცრილიყვნენ ძალიან კარგი იქნებოდა. ეს დავაპარაკობ ოქტომბერ-ნოემბერში ნაცრილიყვნენ, ეხლა ნუ და ნუ გამორიცხავს ეს აცრა რისკებს. მოდით ესე ვთქვათ, გრიპის აცრა არ გამორიცხავს იმის დაავადებას, რომ ავად არ გახდები. ანუ არ იცავს ესეთ თლად დაავადებისაგან დაახლოებით 60%-მდეა ვთქვათ მისი ის რომ არ დაგემართება, მაგრამ თუ დაგემართა, დაგიცავს მძიმე ფორმებისგან და გართულებებისგან. აი ეს არის ასე ვთქვათ, ამიტომაც ურჩევენ ხოლმე ვთქვათ იგივე მოხუცებს იგივე პატარა ბავშვებს, იგივე ფეხმძიმეებს, თქვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, რომ აიცრან ხოლმე. ვიმეორებ ეს არის ხოლმე ეს რაღაც შემოდგომის ბოლოს და არა ვთქვათ ეხლა როცა სეზონი თავდება, იმიტომ რომ
ვაქცინას ერთი კვირა მაინც უნდა რომ დაგიცვას. ძალიან ხშირად გაგვიგია ესეთი რამ რომ მოდით არ მივიღოთ პრეპარატი ახლობლებისგან მეგობრებისგან რომლებიც მედიცინაში არც ისე ცუდად ერკვევიან მივიღოთ რაც შეიძლება ბევრი სითხე. აი რაში მდგომარეობს სითხე ყველა სამედიცინო სახელმწიფოებში წერია რომ ბევრი სითხე ძალიან კარგია გრიპის დროს, იმიტომ რომ ეს არის გრიპი არის თქვა შხამებს გამოიმუშავებს ხო ეს ვირუსი რომელიც ჩვენ ორგანიზმში იწვევს ინტოქსიკაციას ანუ მოშხამვას. ეს იმისათვის რომ ორგანიზმმა კარგად ებრძოლოს მოშხამვას სჭირდება ბევრი სითხე, ანუ ეს სითხე გამოიტანს უბრალოდ ორგანიზმიდან ამ შხამებს. ამიტომ ბევრი სითხე ეს არის პირველი ძალიან კარგი საშუალება იმისათვის რომ თქვა რა სახით შეიძლება ეს სითხე? ეს სითხე შეიძლება იყოს სუსტი ჩაი, კომპოტი, ნებისმიერი სახით, მინერალური წყალი, უბრალოდ წყალი, ყველაფერი კარგია. სითხე იყოს თავარია. დიახ, ბატონო, რაც შეეხება მედიკალურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტიური კამპანია მიმდინარეობდა და ჩვენც ვაშუქებდით ბოლო პერიოდის განმავლობაში დაახლოებით რამდენია თუ გაქვთ ინფორმაცია? კი, რა თქმა უნდა, აიწევთ თქვენ წითელა წითურას კამპანია ახსენეთ ახლა, ცითრა სამწუხაროდ წითელა წითურა გრძელდება. მიუხედავად ამდენი, ასე ვთქვათ, ჩვენი ძალისხმევისა, ну ეხლა ბავშვები თითქმის უყოლა 10 წელია უკვე, ასე ვთქვათ, ვისაც გამოტოვებული ქონდა 10 რა, მაგრამ ეხლა პრობლემა რჩება ისევ და ისევ მოზრდილები, აი სტუდენტური ასაკი დაახლოებით და ეს უფროს კლასელები და სტუდენტური ასაკი, რომლებიც ყველაზე უფრო ძნელი ასაცრელები არიან, ასე ვთქვათ, და მათგან აქტიურობა ისეთი არ არის და ნახოთ კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ ვცდილობთ რამენერად რომ ეს ასაკებიც მოცვათ, იმიტომ რომ ესე ადვილად წითელა არ გაჩერდება. დიახ, რა თქმა უნდა. აი რა უნდა გაკეთდეს ბატონო ბატა იმისათვის რომ კიდევ უფრო ინფორმირებულობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. აქ ასე ვთქვათ დიდი მადლობა თქვენ ტელევიზიას ყოველთვის აქტიურად გვიდგახართ ხოლმე მხარში ვთქვათ ამ იმუნიზაციის პროგრამის ასე ვთქვათ მოსახლეობამდე მიტანაში სწორი ინფორმაციის რაც თავარია და ну ალბათ თუ თქვენი კოლეგებიც სხვა ტელევიზიებიდან უფრო მეტად ასე ვთქვათ შეგვიწყობენ ხელს იმაში რომ ადამიანს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია ვთქვათ იმუნიზაციის შესახებ რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ну უბრალოდ როცა ვთქვათ 20-25 წლის ადამიანი რომელსაც წითელა დაემართება და მე კიდე მის ახალ სამწუხაროდ იყო შემთხვევები როდესაც ბავშვებს ემართებათ ძალიან პატარებს იმიტომ რომ 1 წლის ასაკში იწყება 10 რამ ეს რატო იმიტომ რომ თუ დედა 10 წლიან დედას გადატანილი აქვს მაშინ ეს ბავშვს გაყვება რაღაც პერიოდი ეს დამცავი ანტისხეულები და მე უკვე 10 კიდევაც და ეს ბავშვები იბადებიან სრულიად დაუცველები, ამიტომ ძალიან ბევრი შემთხვევა იყო სამწუხაროდ, როდესაც ბავშვებს დაემართა წლამდე ასაკში წითელა. და ეს არის ძალიან მაღალი რისკი, ყველაზე რთული გართულება რაც არის წითელაში და ეს არის თქვათ 15-20 წლის მერე შეიძლება განვითარდეს პანენცეფალიტი, რომელიც უმძიმესი დაავადება და ჩვეულებრივ ლეტალურად თავდება. ამიტომ ნუ დავაყენებთ ამ ბავშვებს ამ რისკის ქვეშ, დედები უნდა იყოს აცრილები და იმასაც დავუმატებთ, რომ ეს ვაქცინა წითურასაც შეიცავს და დიახ, სამივე ის არის. ხო, სამივე ყბაყურაც, წითელაც და წითურას და ხო, ფეხმძიმე ქალისთვის მოგეხსენებათ ეს არის ტრაგედია თუ მას დაემართა თქვა წითურა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ეს იწევს ნაყოფის უმძიმეს დაზიანებას. დიახ. და მოდით ბატონო ჩუტყვავილის შესახებ ვისაუბროთ. ხო, ჩუტყვავილა მოდით ესე ვთქვა საქართველოში ისეთია, არა მართლაც დაავადება, იმიტომ აქ ჩვენთან ვაქცინაცია ჩუტყვავილასი არ ტარდება. თუმცა კერძო სექტორში არის და ვიღაც ზოგიერთებს შეუულიათ ხოლმე თქვათ, ვისაც უნდა აიცრას. ჩუტყვავილა ბატონების ასე ვთქვათ ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც ესე იცით ერთ წელიწად ბევრია, მეორე წელიწად ცოტაა. ახლა მაგალითად ეს რაღაც დეკემბერში იყო დაახლოებით ისეთი შეამჩნევდით, რომ თბილისში ბევრი იქნებოდა შემთხვევები. ახლა ეს არის ყოველ ორ წელიწადში ესე ახლა. მაგალითად ჩემო ორივე შვილმა ესე იგი მოიხადა. კი, ნამდვილად ჩუტყვავილა მომატებული იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვა, ჩუტყვავილაც ესეთია, იცით თუ ბავშვებმა თქვათ, ასე ვთქვათ, აი ამ დროს გადაიტანეს
საკმაოდ ესე მიდის, ვთქვათ, გართულებების გარეშე და მაგრამ აი თუ ისე დიდებს შეხვდა ხოლმე, მე ძალიან ძნელია, ამიტომ თუ ბავშვობაში არ აქვს გადატანილი, ჯობია მე რო აიცრა. დიახ, აი ბატონო პატარს ეს მინდოდა მეკითხა, მაგალითად ადამიანს აქვს გადატანილი, მაგალითად ყმაყურა და წითურა, წითელა არ აქვს გადატანილი. არავითარი პრობლემა არ არის. მაინც უნდა გაიკეთოს. კი, იმიტომ რომ უბრალოდ იმ ყმაყურის იმუნიტეტსაც გაუძლიერებს ის აცრა. ну კიდე ერთხელ შეხვდება ორგანიზმი იმ ვირუსის შემცველ რაღაც ნაწილაკს, რომელიც უკვე აქვს იმუნიტეტი, ეს უბრალოდ გააძლიერებს, აი როგორც ბევრ დაავადებაზე ხომ არის ასეთი, ასე ვთქვათ, როცა ცრიან ხო რამდენჯერმე ცრიან, იმისათვის რომ უკეთესი იმუნიტეტი იყოს. აი ამ შემთხვევაში ეგ იქნება, ის ერთი ავადმყოფობა ერთ აცრად ჩაითვლება. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვსწავლოთ ერთი წუთი და მიდორ შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ უთხრა ტელემაყურებელს რომ მიუხედავად იმისა რომ არის კრიზისული პერიოდი, ეს ორი კვირა მაინც საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. არა, საგანგაშო ჩვენ შევატყობდით უყო და გარშემო ხო რო იყოს რა ყოველი ჩვენი მეორე მესამე ახლობელი თუმცა ერთ ოჯახში თუ შევიდა ხოლმე შეიძლება ყველა გახდეს ავად. ამ ყინვების რამოდენიმე კვირის წინ როდესაც ძალიან დიდი ყინვა მოვიდა თბილისში, სხვა შორის იყო ესეთი ბუმივით ერთ პატარა სპირტი. ну როცა რაც უფრო ცივა, მით უფრო ვირუსი ყინვაში დიდი ხანი ძლებს, სითხეში ადრე კვდება. ასე რომ ზიან დღეები და უსურვოთ ყველა. ზიან დღეები უსურვოთ ჩვენს ტელემაყურებელს ძალიან დიდი მადლობა. გამარჯობა გისურვებთ. დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. და ჩვენ აქტიურად გავაშუქებთ. რა თქმა უნდა, თქვენს ყველა ინიციატივას, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობაში. ძალიან გვეხმარებით, დიდი მადლობა. და რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით ირაკლი და უთხრათ ტელემაყურებელს ჩვენი შემდეგი თემა. უნდასმენა დაქვეითებული მოსწავლეებისთვის ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნა ამ თემასთან დაკავშირებით, გაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ.